გამარჯობა, მოგესალმებით რუსთავი 2-ის ეთერიდან. დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება აჯებსანდალი და ჩანახი. ჩვენ ვასრულებთ ჩვენი ტელემაყურებლების თხოვნას და ამიტომ ვაკეთებთ ამ კერძს. ეს ალბათ ის კერძია, რომელიც ყველა ოჯახში კეთდება, მაგრამ მე ცოტა სხვანაირ ვარიაცია შემოგთავაზებ. ძალიან მარტივი მოსამზადებელია და თქვენ მიხვდებით, რომ სულ რაღაც 15 წუთში შეძლებთ აი ამ კერძის მომზადებას. რა თქმა უნდა, გამოცხობა ცოტა უფრო მეტი დრო დაჭირდება, მაგრამ მოსამზადებლად 15 წუთი აბსოლუტურად საკმარისია. დავიწყოთ ჩანახით. ეს არის წინასწარ დამარინადებული ბატკნის ხორცი, ანუ კლასიკური მარინადით, ღვინო, ცოტაოდენი ნიორი და ზეთი. ძალიან უხდება ბატკანს მარინადი. საერთოდ ყველა ხორცს ძალიან უხდება, განსაკუთრებით ბატკანს, იმიტომ რომ ეს რაღაც სპეციფიურ სუნს აბსოლუტურად უკლავს. წინა გადაცემაში ზუსტად გავაკეთეთ, ორნაირი მარინადი გავაკეთეთ, თუ გახსოვთ, ერთი ზუსტად ღვინოში და მეორე მაწონში, ანუ არ დაგეზაროთ და ყოველთვის როცა რაიმე ბატკნისას ან ცხვრისას მოამზადებთ, გააკეთეთ მარინადი. ეს თქვენ მიხვდებით, ის 5 წუთი ზედმეტი დრო აბსოლუტურად შეცვლის თქვენ კერძს. ესე იგი, აქ გვაქვს გუშინ დამარინადებული ბატკნის ხორცი, ღვინოში და ზეთში, ცოტა ნიორში. ეხლა უნდა მოვთუშოთ. პარალელურად ვაკეთებ, იმიტომ რომ უცბად იყოს ყველაფერი. ერთ ეტაპაზე შევწვავთ ხორცს, მეორე ეტაპაზე შევწვავთ ბადრიჯანს. აჯებსანდალი და ჩანახი ამ შემთხვევაში ერთნაირია, მსგავსი მომზადების წესი აქვს, უბრალოდ ჩანახში ბატკნის ხორცი არის, ღვინოში, რომელიც ღვინოში მოითუშება, აჯებსანდალში არ არის. და ბოსტნეულით შეგიძლიათ იხმაროთ, რაც თქვენ გინდა. მე ამ შემთხვევაში ბადრიჯანს, პამიდორს, ახალ კარტოფილს და ასევე სატაცურს დავუმატებ და ძალიან კარგი კომბინაცია გამოვა. თქვენ შეგიძლიათ ასევე ყაბაყი გამოიყენოთ, ბულგარული შეგიძლიათ გამოიყენოთ, ანუ ეს აბსოლუტურად თქვენ გემოვნებაზეა და რა არის სეზონური და რა გაქვთ იმ მომენტში ხელმისაწვდომი. გავახურეთ ტაფები და დავიწყოთ ხორცის შებრაწვით. და მეორე ტაფაზე პარალელურად შევწვათ ბადრიჯანი. ჩვენ გვინდა რომ უბრალოდ მოვბრაწოთ ორივე მხარე, იმიტომ რომ მერე დაამთავრებს თვითონ გამოცხობას ღუმელში. ანუ ჩვენ გვინდა რომ აი ეს დაბრაწული იყოს. ჩვენი ხორცით შევბრაწოთ. აი ესე ყველა მხრიდან. ჩვენ გვინდა რომ ხორცი დაიბრაწოს ყველა მხრიდან და მერე უკვე მთლიანად მოიხარშება ეს ღუმელში, უკვე ამ ბოსტნეულთან ერთად. თავარია რომ დავბრაწოთ. ესეც დაიბრაცა. ჩვენი ბადრიჯანი დაიბრაცა. გადმოვიღოთ. და მოვთუშოთ ცოტაოდენი ხახვი და ნიორი, წითელი ხახვი და ნიორი. ეს ორივესთვის ვაკეთებთ, მე ნაწილს გადაურევთ ბოსტნეულს, ნაწილს გადაურევთ ჩანახს აჯებსანდალს, ანუ თავარია ეს მოითუშოს. ამასობაში ჩვენი ხორციც დაიბრაცა და დავუმატოთ ცოტაოდენი ღვინო. აი ეს ჩვენი ხახვიც მოითუშა. დაველოდოთ 1-3 წუთი, სანამ ალკოჰოლი აორთქლდება. და მერე გადაურიოთ ჩვენი ხახვის და ნივრის ნაზავი. ამასობაში აი ესეთი თიხის ქოთნები მაქვს, რაშიც ავაწყობთ ჩვენ ჩანახს და აჯებსანდალს ფენა-ფენა. და ასევე მაქვს წინასწარ მოწალული ოდნავ კარტოფილი. აი ესე, რომელიც ფენებად წავა ჩვენ ჩანახში. და რა თქმა უნდა პამიდორი.
ეს მზად არის. ცოტა ღვინის არომატი, რა თქმა უნდა, კონდეს, ამიტომ ახლა უკეთებთ უკვე ცოტა ნიორს და ხავს. აი ესე. და უკვე კმაზავთ მარილით და ციცაკით, რა თქმა უნდა. და შეგვიძლია ავაწყოთ უკვე ჩვენი ჩანახიც. პირველ ფენას ვაკეთებთ კარტოფილს, აი როგორც გინდათ, გინდა ესეთ დაჭერით, გინდა თხლად დაჭერით, ეს უკვე თქვენი სურვილის მიხედვით. ცხიმს არ უკეთებთ, იმიტომ რომ ამას საკმარისი ცხიმი აქვს თვითონ და ძალიან ბევრი ცხიმი არ გვინდა, ისედაც ბატკანი ყველა მიცით რომ ცხიმი აქვს. და ეს პორციულია, ანუ მთელი ამისი პრინციპი ის არის, რომ თვითონ ქოთნიდანვე უნდა მიირთვათ, ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომ ვუმატებთ ბადრიჯანს. აი ესე. აი ესე. და ერთ-ერთს ვუმატებთ, რომელსაც აჯებსანდალია, ანუ ვეგეტარიანულ ვერსიას, ნიორს და ხავს. ხოლო მეორეს ვუმატებთ უკვე ჩვენ ხორცს. თავისივე ცოტაოდენი წვენით. აი ეს. ხოლო ვეგეტარიანულ ვერსიას ვუმატებთ აი ესეთ ლამაზ შვენიერ სადაცურს. რომელსაც წინასწარ არ ვხარშავთ, იმიტომ რომ ძალიან ნორჩია და ძალიან მალე მოიხარშება, ანუ თვითონ გამოცხება ღუმელში. ესე. რა თქმა უნდა, პამიდორი, იმიტომ რომ ეს პამიდორი ზუსტად მიცემს აი ამ სისველეს. პამიდორი. ერთი ფენა ბადრიჯანიც. და ისევ დავამთავროთ პამიდორით. რა თქმა უნდა, ცოტა მარილი. აი ესე, ზემოდან ეს ჩვენი მოთუშული ნიორი და ხახვი. და კიდევ ცოტა პამიდორი. სავარაუდოდ ეს კერძი ახლო აღმოსავლეთიდან მოდის. თურქებს უყვართ ძალიან. აი ესეთი ლამაზი კერძი გამოგვივიდა. ზემოდან დავადოთ არომატისთვის შაშკლავი, რომელსაც მე მოვხსნით, რა თქმა უნდა, და ახალს გავუკეთებთ. და ცოტაოდენი ციცაკა. აი ესე პირდაპირ გავჭრათ და მთელი დავადოთ. ესე. ცოტა მწვანე ხახვი, ესეც არომატისთვის. მარილი. და თავზე გაუკეთოთ ეს ვერცხლის ქაღალდი, ცეცხლგამძლე. და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, 170, 180 გრადუსზე, სადღაც
ნახევარი საათი 40 წუთის განმავლობაში, რომ ეს ნელ-ნელა გამოცხეს, გემოები ერთმანეთში აირიოს და ძალიან ისეთ შეგიძლიათ უფრო დაბალ ტემპერატურაზე 150 გრადუსზე 1 საათნახევარი გამოაცხოთ, კიდე უფრო ნელ-ნელა მოხდება აი ამისი გამოცხობა. ანუ ეს უკვე თუ გეჩქარებათ, შეგიძლიათ ცოტა მაღალი ტემპერატურა იხმაროთ. თუ გაგვთ დრო, ჯობია რომ 150 გრადუსი და საათნახევარი, საათი და 40 წუთი უფრო ნელა გამომცხვარი იქნება. სავარაუდოდ ნახევარი საათის მერე, 40 წუთის მერე თქვენი ჩანახი გამოცხება, ასევე აჯებსანდალიც გამოვიღოთ. აი ესე. და მოვაშოროთ ეს მწვანილი და გაუკეთოთ ახალი მწვანილი, იმიტომ რომ ეს არომატი უკვე აიღო ამან და ჩვენ გვინდა ეხა ახალი მწვანილი. აი ეს გამომცხვარია. რეალურად ეს ის კერძია, რომელიც შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ, გაამზადოთ, თქვა მაცივარში შეინახოთ და სამსახურიდან რომ მოხვალთ, მერე შედოთ ღუმელში და მერე გამოაცხოთ. ანუ ძალიან კარგად უძლებს. ერთი ღამით შეგიძლიათ გააჩეროთ მაცივარში და აი ეს ქოთანი კიდე განსაკუთრებულ არომატს აძლევს. ქოთანში გამომცხვარი, თიხის ქოთანში კიდე უფრო გემრიელია. დავჭრათ ეხლა ცოტა მწვანილი. მწვანე ხახვი და ოდნავ მარილი, მწვანე ხახვი და რა თქმა უნდა ცოტა ოდენი ზეითუნის ზეთი, განსაკუთრებულია მედიტერანული გემოსთვის და აი ეს ცოცხალი შაშკვლავი, რომელიც ძალიან უხდება პამიდორს, ბადრიჯანს, აი ესეთ ნახეთ რა ლამაზი კერძი გამოგვივიდა და ძალიან საგაზაფხულო. აი ესეთი ლამაზი პრეზენტაცია გამოგვივიდა. გემრიელიც, რა თქმა უნდა, და აი ტრადიციული ქართული მოწოდების ფორმა, როგორ გამოვიყენეთ, ცოტა ისე თანამედროვე კერძში და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ზუსტად ეს არის არევა, ეს არის ეს პრინციპი, რომ ყოველთვის შეგიძლია ტრადიცია ინოვაციასთან ერთად გამოიყენო და სინამდვილეში ჩვენი ტრადიცია, ჩვენი ქართული სამზარეულოს ტრადიცია ყოველთვის ინოვაცია იყო და ალბათ საუკუნეების წინ აი ესეთ ფორმაში ახალი კერძის მირთმევა ალბათ ძალიან ინოვაციური იყო. დღეს რაც ტრადიციულია, საუკუნეების წინ ალბათ ყოველთვის ინოვაცია იყო. ასე რომ გააკეთეთ ახალი კერძები, გააკეთეთ ექსპერიმენტები, გამოიყენეთ ახალი ინგრედიენტები და ნუ შეგეშინდებათ სიახლესი და ყოველთვის იფიქრეთ, რატომაც არა. ყოველთვის შეიძლება რაღაცა ახალი გასინჯოთ და რაღაცა ახალი გააკეთოთ. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, მოგწერეთ Facebook-ზე, რისი სწავლა გსურთ და ჩვენ შევეცდებით, რომ გავაკეთოთ ის კერძები, რაც თქვენ გაინტერესებთ. ნახვამდის და გემრიელ დღეს გისურვებთ.